მოგესალმებით, დღეს ჩვენ გადავიღებთ მეოთხე მარშრუტის სრულ ვერსიას. ვიდეოს სანახავად დააფოლოვეთ ჩვენი გვერდი და მოიწონეთ ვიდეოები. ცოტა განსხვავებულად გგლავთ, გავართ ახლა ახალ მიმდინარეობს საგამოცდო პერიოდი, ამიტომ შედარებით სხვა მიმართულებიდან დავიწყებთ ახლა მოძრაობას. მაგრამ ყველაფერი იქნება ერთი და იგივე. ამოსულები ვართ ახლა სააგენტოს ტერიტორიაზე წრიულ მოძრაობასთან ვართ. დავიწყოთ აქედან ჩვეულებრივად მოძრაობა. გამოსulis დროს გამოყავს მანქანა აი ამ მონაკვეთიდან, სადაც სააგენტოს მანქანები, საგამოცდო მანქანები დგას. გვეუბნება კომპიუტერო, მალე წრიული მოძრაობა მარჯვნივ. გამოდივართ ჯერ მარცხენა ციმცივით, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ და ლურჯ ნიშანთან როგორც კი მივათ, უკვე გადაგვაქვს მარჯვენა მარჩვენებელზე. ის მარჯვენა მხარეს ისევ და ისევ არის ავტობუსის ზოლი და იქ ჩასვლის უფლება ისევ არ გვაქვს. აქ შედარებით დაღმართია, ამიტომ ძალიან გაზი და რაღაც მომეტება არ ჭირდება, გავასწორებთ საჭეს. როგორც კი ჩავდგებით ზოლში, მერე ოდნავ მივცევთ აჩქარებას და მანქანა უკვე ჩაგორდება აქედან თავისით. ამ გზაზეც როგორც ამოსulis დროს იგივე პრინციპი, ანუ შეზღუდვა გვაქვს 50 და რახან განიერი გზა არის, მანქანები მოძრაობენ აქაც ორ ზოლად. დღის განმავლობაში მარჯვენა მხარეს გვექნება სულ დაბრკოლებები, მოგვიწევს სავარაუდოდ მარცხენა ხაზთან ახლოს მოძრაობა. თუ ხედავთ, რომ მარჯვენა გაჩერებული მანქანები დგას ან თოითები მოძრაობენ და რაღაც ყოველთვის უკეთესია იმოძრაოთ მაგ შემთხვევაში წყვეტილ მარცხენა ხაზთან ახლოს. 500 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ. ჯერჯერობით არაფერი აგირებას არ ვაკეთებ ჩვენ. 300 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ. 300 მეტრზე უკვე ვიწყებთ ხოლმე ზოლის შეცვლაზე ფიქს. ეხლა მარჯვენა მხარეს ვართ, ამიტომ ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს. ეს მანქანა ჩვენც უკვე არის დაბრკოლება. ვთავთ სიმციმას, ვიხედებით ხარზეც, ვიხედებით სარკეშიც, აუვლით ამ მანქანას გვერდს და როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მარჯვენა ზოლი გვაქვს თავისუფალი, შემდეგ უკვე ვიწყებთ მარჯვნივ გადასვლაზე ფიქს. როგორც კი ამ დაბრკოლებას გავწდებით, ისე ვიხედებით სარკეში, ვთავთ ისე სიმციმას და გადავდივართ მარჯვენა ზოლში. მალე მოვუხვე მარჯვნივ, ჩავრთავთ სიმციმას მარჯვენა მხარეს, ამ მონაკვეთში გვაქვს დათმობა. შევდივართ უწყვეტ ხაზებს შორის, ვაკეთებთ ხარზე გახედვას ერთხელ მარცხნივ, გავსწორდებით, გავიხედებით ისევ და ვაგრძელებთ მოძრაობას. ანუ იქიდან ჩვენ ზოლში არ არსებობს რომ ვინმე შემოვიდეს. ეს არის ახლა ამჩქარებელი ზოლი. ვთავთ მარცხენა სიმციმას, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც. თუ ხედავთ რომ მანქანები მოდიან, ნელ-ნელა ვიწყებთ მომატებას, რომ ჯერი მანქანებმა გვიაროს გვერდი, მერე უკვე ავჩქარდებით და გადავიწევით ჩვეულებრივად შევუერთდებით 70-იან გზას. ამ გზაზე გვაქვს 70 შეზღუდვა, ანუ ყველა მარშრუტის დასაწყისი არის ეს. ამის გარდა სხვა დასაწყისი საგამოცდო გზებს არ აქვს ჯერჯერობით არაფერი. 70-იან გზაზე ვართ, ამიტომ ვეცადოთ ვიმოძრაოთ დაახლოებით 60-65 სიჩქარით. გასწრების უფლება ამ გზაზე არ გვაქვს ჩვენ, მანქანას ვასწრებთ იმ შემთხვევაში, თუ ავარიული ექნება ჩართული. დანარჩენ შემთხვევებში სულ 30 და 40 მიდიოდეს ჩვენ წინ მიმავალი მანქანა, ჩვენც იგივე სიჩქარით ვაგრძელებთ მოძრაობას. 500 მეტრში მოვუხვე მარცხნივ. ამ გზაზე რომ იქნებით და დაგიძახებთ 500 მეტრში მოძრაობას მარცხნივ, ესე იგი უკვე უნდა მივხვდეთ იმაზე, რომ ჩადიხართ ლომოურის შესახვევში. ლომოურის შესახვევში ჩადის მხოლოდ მეორე და მეოთხე მარშრუტი. დანარჩენი 6 მარშრუტი ყველა უკვე მიდის თბილისის ქუჩამდე. 300 მეტრში მოვუხვე მარცხნივ. ერთზოლიან გზაზე ვართ, ამიტომ არ ვაკეთებ ჯერჯერობით არაფერს. და შემდეგი მინიშნება არის უკვე რომ მალე მოვუხვე მარცხნივ. ვთავთ მარცხენა სიმციმას, ვიწევით მარცხენა უწყვეტ ხაზთან შედარებით ახლოს და როგორც კი გვექნება საშუალება ვაკეთებთ ჩახვევას მარცხენა მხარეს. ჩვენს პირდაპირ ყოფ მანქანებს უთმობთ, ანუ პირდაპირ წამოსვლელი მანქანა ყოველთვის არის უპირატესი. რამდენი ხანიც უნდა მოგვიწევს აი აქ გაჩერება და დგომა, ვაჩერებთ ველოდებით. ვიწევით მარცხენა ხაზთან ახლოს, გავაჩერებთ დისტანციით მანქანას, რომ იმის უკანა საბურავებს ხედავდეთ ჩვენ და თქვა და გაფუჭდეს ის მანქანა და რაღაც გვერდის სასავლელის სივრცე ყოველთვის უნდა გქონდეთ მაგ მანქანაზე დარჩენილი. დროიზე შეზღუდვა არ გაქვთ, ანუ რამდენი ხანიც უნდა მოგიწიოთ როდინი, სულ ვაჩერებთ ველოდებით. ქვევიდან ამოსვლე მანქანას ჩვენზე წესი დათმობა აქვს. წინიდან არ მოდის არავინ, ვაკეთებთ მოხვევას და მოხვევის დროს ჩავდივართ პირდაპირ მარცხენა ზოლში, ანუ ერთი ზოლი იქიდან ამოდის, ორი ზოლი აქედან ჩადის. და ჩვენი ორი ჩამსვლელი ზოლიდან ჩავდივართ მარცხნივ. სამი ზოლიდან გამოდის შუა ზოლი, ესე იგი ეს. ამ გზაზე გვაქვს 40 შეზღუდვა. აქ ჩამოდის მეორე და მეოთხე მარშრუტი და მხოლოდ ეს გზა არის 40-იანი. დანარჩენი ნებისმიერ მონაკვეთი საგამოცდო გზაზე, სადაც არ უნდა ვიყოთ, მაქსიმალური შეზღუდვა ქალაქში ყველგან გვაქვს 50. ამ მონაკვეთში როდესაც ჩამოვართ, მე უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში. თუ ხედავთ, რომ მარჯვენა მხარეს მანქანები დგას, დავრჩებით მარცხნივ და თავიდან ბოლომდე მარცხნა გავაგრძელებთ მოძრაობას. თუ ხედავთ, რომ მარჯვენა ზოლი თავისუფალია, რომ უკეთესია გადავიდეთ მარჯვნივ. ეს არის სასწრაფოების მონაკვეთი და იმახსოვრეთ ეს ადგილი სასწრაფოების ადგილად, რომ ვიდეოში იქნება ნახსენები სასწრაფოების ქუჩა, ანუ ლომოურის ქუჩაზე ამ ადგილას გვაქვს სასწრაფოები. ჯერჯერობით ვაგრძელებთ ამ ზოლში მოძრაობას.
საჯვარედინი გვაქვს, თან ზებრა გვაქვს, ვიხედებით. ორივე მხარეს არ მოდის არავინ და ვაგრძელებთ მოძრაობას. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარჯვნივ. ამ მონაკვეთში უკვე მე ვიწყებთ ჩვენ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში. ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვრთავთ მარჯვენა ციმციმას და გადმოვდივართ მარჯვენა ზოლში. ჩვენ წინ საგამოსდო მანქანა მიდის, ამიტომ ოდნავ შევანილებთ, რომ ხელი არ შეუშალოთ, გააგრძელოს იმან მოძრაობა და მერე გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ამ მანქანასაც შეხვდა სავარაუდოდ მეორე ან მეოთხე მარშრუტი, მხოლოდ ეგ ორი გზა ჩამოდის ამ მონაკვეთზე. დაბკოლება გვაქვს წინ, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზე, ვრთავთ მარცხენა ციმციმას და როგორც კი გვექნება საშუალება, შემდეგ უკვე გადავდივართ მარცხენა ზოლში. ამ დაბკოლების უკან გაჩერება რამდენი ხანიც აულა მოგვიწიოს, ვაჩერებთ ველოდებით ჩვეულებრივად. ანუ იმაზე ფიქს არ უწყებთ, რომ აი გაჩერების უფლება არ მაქვს და რაღაც გააჩერეთ, დაელოდეთ, დარწმუნდით, რომ ის ზოლი, სადაც აპირებთ გადასვლას, არის თავისუფალი და შემდეგ დაიწყეთ უკვე მოძრაობა. ეხლა მარჯვენა მხარეს დაბკოლებები გვაქვს, ამიტომ აქეთ მხარეს ჯერჯერობით ჩვენ ვერ გადავიწევით. მალე წრეული მოძრაობა მარჯვნივ, ვრთავთ ციმციმას, რახან მალე დაგვიძახა, მალე გაიგებთ თუ არა, იგივე იწყებთ უკვე ციმციმის ჩართვას და პირველი მანქანა რაც იქნება, გავწდებით თუ არა იმ მანქანას, შემდეგ უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში. ამ მონაკვეთში გვაქვს უწყვეტი ხაზი, ამ ხაზის გადაკვეთა თუ მოგვიწევს, ჩვენ ვიტყვით, რომ იძულებით გვიწევს უწყვეტი ხაზის გადაკვეთა. დაიწყდა ეს მანქანა და ჩვენ შევუყვებით ამას ჩვეულებრივად უკან. თავარი ეგ უნდა გაახმოვანთ ყველა ვარიანტში, რომ თქვათ იძულებით გვიწევს უწყვეტი ხაზის გადაკვეთა. ზებრა გვაქვს, ვანელებთ, ვიხედებით ორივე მხარეს. ეხლა მარცხენა მხარეს ეს მარშრუტი ჩვენ მხედველობას გვიფარავს, სანამ ჩვენ თვითონ არ დავწმუნდებით, რომ ორივე ზოლი თავისუფალია, იქამდე არ მივდივართ არსად. აღარ მოდის არავინ და ვაგრძელებთ მოძრაობას. წრიული მოძრაობა მარჯვნივ, იგივე რაც მოხდა მარჯვნივ. შემოდივართ ჯერ მარჯვენა ციმციმით. ამ მონაკვეთში გვაქვს დათმობა, ოდნავ ვანილებთ მანქანას, ვრთავთ მარცხენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას, თუ ჩვენ ზოლში მოდის, ვინმე ვაჩერებთ ველოდებით. თუ ჩვენი ზოლი თავისუფალია, ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. მარცხენა ციმციმას ვრთავთ, იმიტომ რომ უერთდებით მთავარ გზას, ანუ რომელი მხრიდანაც მოდიან მანქანები, იმ მხარეს ირთვება ციმციმა, ეგ არის მთავარი გზის პრინციპი. ისევ ზებრა გვაქვს, ამიტომ გავიხედებით, გამოვიხედებით და გავაგრძელებთ ისევ მოძრაობას. ზებრას გავწდებით თუ არა, შემოვედით სამზოლიან გზაზე და უკვე ვიწყეთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ შუა ზოლში. ვიხედებით სარკეშიც, ხარზეც ვიხედებით, ვრთავთ ციმციმას, ოდნავ ავაჩქარეთ მანქანას და გადავდივართ შუა ზოლში. ანუ სამზოლიან გზაზე ყველა ვარიანტი უნდა იმოძრაოთ შუაში. ამ მარშრუტის თავარი სირთულე რომ შეგვხვდება ეხლა ძალიან ბევრი ზებრები. ყველა ზებრაზე ოდნავ ვანელებთ მანქანას. ვიხედებით ორივე მხარეს და შემდეგ ისევ ვაგრძელებთ მოძრაობას. ზებრაზე მოდის ვინმე არ მოდის, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ანუ მანქანა ყველა ვარიანტში ოდნავ მაინც უნდა შევანელოთ, რომ ჩვენი მხრიდან ესე იგი შემჩნევა მოხდა მაგ კონკრეტულ სიტუაციაზე. მაქსიმალური შეზღუდვა გვაქვს 50 და ეცადეთ იმოძრაოთ დაახლოებით 40-45-მდე. 40 სიჩქარე ქალაქის სამოძრაოდ არის იდეალური. 40-ზე მაღალი არ გჭირდებათ არსად, რომ რეაგირების გაკეთებას უფრო მარტივად მოვასწრებთ შემდეგ ყველაფერს. შუქნიშანზე როცა მწვანე გვექნება, მაგ დროს ზებრა და ქვეითი ჩვენ არ გვაინტერესებს. ციმციმა მწვანეზე ყვითელზე გასვლის უფლება არ გვაქვს, ამ გაითვალისწინეთ ყოველთვის წინასწარ განსაზღვრეთ შუქნიშანზე რა ხდება, რომ ტყუილად სიჩქარის მომატება რესკი დამოხუჭება და რამე არ დაგუჭირდეს. ნელ-ნელა ვიწყებთ ჩენელებას, რომ დავინახავთ, რომ ჩვენ წინ ხო მანქანას ტორმოზე უდგას ფეხი უკან წითლად ხო ენთება იმ მანქანას ნატურები. ჩვენც უკვე მაგ დროს ვიწყებთ ჩენელებას, რომ უკან მომავალ მანქანასაც ნიშანი მივცეთ, რომ შეიძლება გაჩერება მოგვიწიოს. ისევ ზებრა გვაქვს. ვანელებთ, ვიხედებით ორივე მხარეს, მარცხენა მხარეს დგას ქვეითი, ამით 2-3 წამი გავაჩერებთ, დაველოდებით. თუ გადმოვა, თუ არ გადმოვა, ვიტყვით, რომ არ გადმოდის, ვაგრძელებთ მოძრაობას. მეორე მარშრუტზე რო გავაკეთეთ ეს მონაკვეთი, ჩვენ გადავედით აქედან პირდაპირ შუა ზოლიდან იქით მხარეს. ეხლა ვეცადოთ, რომ ამ სამზოლიან გზაზე გადავიწიოთ მარცხენა ზოლში, რომ ესეც შეიძლება ბევრს გამოგადგეთ ეს მოძრაობა. მარცხენა ზოლში რახან გადმოვედით, იქით გადავდივართ უკვე ორზოლიან გზაზე. სამზოლიანიდან ორზოლიანში, როდესაც გადავდივართ, მარცხენა ზოლი ყოველთვის აგრძელებს მარცხენა მოძრაობას. შუა ზოლიდან ვაგრძელებთ პირდაპირ მარჯვენა. იქ მარჯვენა მხარეს არის ხშირად დაბკოლებები. ანუ დღის განმავლობაში შეიძლება ძალიან დიდი დაბკოლებები შეხვდეთ, ამიტომ პრობლემა შეგექმნათ. თუ ატყობთ, რომ მარჯვენა ზოლი იქით თავისუფალი, მაგ შემთხვევაში დარჩით შუაში და პირდაპირ მარჯვნივ გავაგრძელებთ მოძრაობა. თუ ატყობთ, რომ მარჯვენა მხარეს შეიძლება იქ დაბკოლებები იყოს, მაგ შემთხვევაში გადმოხვათ მარცხნივ და მარცხენა ზოლიდან თავისუფლად გააგრძელებთ პირდაპირ თქვენ გზას. ვიყავით მარცხნივ, აგრძელებთ ისევ მარცხენა ზოლში. აი მარჯვენა მხარეს, რაზეც გავამახვილე ყურადღება, დაბკოლებები არის და ამ მონაკვეთ ზოლის შეცვლა შემდეგ შეიძლება უფრო გაგვიწნედეს. ანუ ეგ არის უკვე თქვენზე დამოკიდებული, თქვენ როგორ გეკომფორტულებათ. მეორე მარშრუტიც გაკეთებული არის ზუსტად ერთი და იგივე ეგ მონაკვეთები.
ამ ადგილამდე, ამიტომ ის მონაკვეთის ნახეთ და უკვე მიხვდებით თქვენ თვითონ განსხვავებას, რა განსხვავებაა, რომელი ზოლიდან გააკეთებთ მოძრაობას ამ კონკრეტულ ადგილას. მარცხნივ შემოვართ, შემდეგ უკვე თავიდან ბოლომდე ვაგრძელებთ აქ მარცხენა ზოლიდან მოძრაობას. მარჯვენა მხარეს არის ავტობუსის გაჩერებები, საპარკინგის სივრცეები და შეიძლება ხშირად გადატვირთული იყოს ეს ადგილი. ამიტომ დავრჩებით მარცხენა, თავიდან ბოლომდე მარცხენა გავაგრძელებთ ისევ გზას. ისე ვანელებთ, ვიხედებით, შემაღლებული გადასასვლელი გვაქვს. და როგორც ყოველთვის პატრული გამოყვა ისევ. ეხლა გავაჩერებენ სავარაუდოდ. ვიწყებთ ნელ-ნელა შენელებას მანქანის. დაგვედრია პატრულმა, ამიტომ და ზდეკხაზი როგორც კი დაიფარება მანქანის ცხვირით, შემდეგ უკვე ვაჩერებთ მანქანასაც. სიმციმა მწვანეზე ყვითელზე ჩვენ არ გავდივართ. აჰა, კი ბატონო, არ არის პრობლემა, ისევ და ისევ მოგვიწია მანქანის გაჩერება. ამ მონაკვეთსაც მერე დაგიდებთ ცალკე. თლიანად ხარ გადავიღოთ ეგ გაჩერების პროცესი. ეგეც შეიძლება. გადავიდეთ. და მივაწოდოთ პრავა, რომ დავარწმუნოთ, რომ პრავიანები ვარ და არა მოსწავლეები. თქვენ თორემ მივხვდებით, რატო არის საგამოსდო გზაზე მოძრაობა აკრძალული. ვიდეოს ვიღებ, პატივცემულო. რატო ვიღებ ვიდეოს? ჭირდება. ჭირდება ვიდეო? აბა. დასავლო? მოსწავლე გეგონება არა. აი, აბა ბრავალ. ადრობა, გაიხარი ასევე. ჩავაბდოთ ჩვენს პოთხნიან ადგილას. და გავაგრძელოთ ისევ მოძრაობა. გადავიდეთ ისევ მარცხენა ზოლში, გავუყვეთ ისევ ჩვეულებრივად გზას. ჩვენთვის არ იყო ეს სიგნალი გათვლილი. ისევ ვანელებთ ნელ-ნელა მანქანას, გავიხედებით, გამოვიხედებით. როდესაც ზებრა გამოყოფილი არის კონსტრუქციით, ანუ შუაში რკინის მოაჯირი, ბარდიული მასთი რაღაცაები გვაქვს, მაგ შემთხვევაში იქით ბოლოდან წამოსვლელი ჩვენ არ გვაინტერესებს. თუ ჩვენ გამყოფზოთან, ანუ შუასთან ახლოს არის, ვაჩერებთ მაგ შემთხვევაში ველოდებით. ნელ-ნელა ვიწყებთ ისევ შენელებას, ეხლა ვართ ორზოლიან გზაზე მარცხნივ. გადავდივართ სამზოლიან გზაზე და ვაგრძელებთ პირდაპირ მარცხნივ მოძრაობას, ანუ ორზოლიანიდან სამიანში გადავა თუ სამიანიდან ორიანში მნიშვნელობა არ აქვს. მარცხენა ზოლი ყოველთვის აგრძელებს მარცხნივ მოძრაობას, მარჯვენა და შუა ზოლი მონაცვლეობას აკეთებს ერთმანეთში. აინთო მწვანე ვიწყებთ მოძრაობას, ამ მონაკვეთში შემოსვლა გააკეთეთ ცოტა შორიდან, რომ პირდაპირ მარცხენა ზოლში გავაგრძელოთ მოძრაობა, რომ შემთხვევით სხვა მანქანის მოძრაობა არ შევაფერხოთ. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ, გავიხედეთ, გამოვიხედეთ ზებრაზე, არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ ისევ გზას. ნელ-ნელა ისევ ვანელებთ მანქანას, ვიხედებით ორივე მხარეს და ვაგრძელებთ ისევ მოძრაობას. მალე წრიულ მოძრაობაზე იმოძრავით მარცხნივ და ისევ მარცხნივ. ვთავთ სიმციმას, წრიული მოძრაობა მარცხნივ და მარცხნივ ნიშნავს, რომ ვაკეთებთ სრულ ბრუნს, ანუ რომელ გზიდანაც მოდიოდით, დავარტყავთ წრეს და იგივე გზას გავუყვებით უკვე მიმართულებით. ამ მონაკვეთში გვაქვს დათმობა. ჩავრთავთ ისევ ციმციმას, გავაკეთებთ გახედვას მარჯვნივ, მარჯვენა მოდის ორი ზოლი. თუ ჩვენ ზოლში მოდის ვინმე ველოდები, თუ ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ, ვაგრძელებთ პირდაპირ მარცხენა ზოლიდან ისევ მოძრაობას. თავარ გზაზე ეხლა უკვე ჩვენ ვართ. შემოვედით მარცხნა და ვაგრძელებთ ისევ მარცხნივ. გავამახვილებთ ქვეითზე ყურადღებას და ვიტყვით, რომ არ გადმოდის, ვაგრძელებთ მოძრაობას. ეს მონაკვეთი ხდება აქ სამზოლიანი, ეს არის მოკლე სამზოლიანი გზა. აქ შუა ზოლში თუ არ გადავალთ, გვეწერება მსუბუქ შეცდომა, მაგრამ ყოველთვის უკეთესია დარჩეთ მარცხნივ და იწეროთ მსუბუქ შეცდომა. იმიტომ რომ აქ არის უწყვეტი ხაზი ზებრა და შეიძლება ზოლის შეცვლა უფრო გაგიძნედეთ ამ კონკრეტულ ადგილას. მწვანე გვაქვს, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ, თუ არ სამზოლიან გზაზე მარცხნივ, გადავდივართ ორზოლიან გზაზე და ამიტომ ისევ და ისევ ვაგრძელებთ პირდაპირ მარცხენა ზოლიდან. ზებრა არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გზაჯვარედინი ქონდა. გზაჯვარედინზე ყოველთვის მოქმედებს ერთი და იგივე შუქნიშანი, ანუ რა ფერიც ზეც ვიწყებთ მოძრაობას ამ ზებრაზე, ცოტა მანძილს რო გადავკვეთავთ, ისევ იგივე შუქნიშანს ვემორჩილებით ჩვენ. ეხლა ქვეითი დგას მარჯვენა მხარეს, ამიტომ ვაჩერებთ, ველოდებით 2-3 წამი, თუ დაიწყებს ქვეითი მოძრაობას, დაიწყებს. აი, ყველა ვარიანტში, ამიტომ უკეთესია რომ მანქანა თქვენ უნდა გააჩეროთ, ანუ რო დაინახავთ, რო დგას ან ზებრისკენ მოდის ვიღაც, 2-3 წამი აჩერებთ, მანქანას აფიქსირებთ. ერთ ქვეითს რო გადავატარეთ, ისევ ორივე მხარეს ვიხედებით, რომ არ მოდიოდეს არავინ და ვაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენი მანქანის სივრცეს როგორც კი გადასდება ქვეითი 2-3 ნაბიჯით, შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ჩვენ გზას, ანუ ქვეითის ბოლომდე გადასვლას არ ველოდებით. მწვანე გვაქვს, ამიტომ ისევ მივდივართ.
გვაქვს ერთი ზებრა და ეგრევე გვაქვს მეორე ზებრა. ანუ ეს ერთი და იგივე ზებრა არის, ემორჩილება ერთი და იგივე შუქნიშანს. რახან გამოვიარეთ მწვანეზე, ამიტომ ექვეითიც მაგ შემთხვევაში არ დაგვაინტერესებს თუ ვინმე იქნება გადამსვლელი. ამ მწვანეზე ექვეით ჩვენი ნებით არასდროს არ უთმობთ. ნელ-ნელა ვანელებთ, ისევ შემაღლებულ გადასასვლელი არის, როგორც ბუგაროკზე, იგივე არის შემაღლებულ გადასასვლელზე, აქაც გადავდივართ მაქსიმუმ 20-ით. არ მოდის არავინ და მივდივართ. ამ შემაღლებულ გადასასვლელს რო გადავწდებით, შემდეგ უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვრთავთ მარჯვენა ციმციმას და გადმოვდივართ მარჯვნივ. მარჯვნივ გადმოვდივართ, იმიტომ რომ აქეთ ხარეს უკვე გაჩერებები აღარ არის, ავტობუსის საპარკინგო სივრცეებიც არ არის, ანუ დიდხანს ჩვენ მანქანა არ უნდა შეგვაფერხოს. ამიტომ ორზოლიან გზაზე მაინც უკეთესია ვიმოძრავოთ მარჯვნივ, რადგან მარცხენა არის გამსხლები ზოლი და ჩვენს უკან მომავალი მანქანების მოძრაობა რომ არ შევაფერხოთ ჩვენ. ისევ ზებრა გვაქვს. ვანელებთ, გავიხედებით მარცხნივაც, მარჯვნივაც, არ მოდის არავინ და მივდივართ. როდესაც თლიანი ზებრა არის, ორივე მხრიდან წამოსვლას უნდა დავუდგოთ ჩვენ მაგ დროს მარცხნა მოდის ვინმე თუ მარჯვენა, ჩვენც მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვარიანტში გავაჩერებთ მანქანას და ველოდებით. წითელი გვაქვს, ამიტომ ვიწყებთ ნელ-ნელა შენელებას. ეხლა ვართ ჩვენ ორზოლიან გზაზე მარჯვენა ზოლში და უნდა გადავიდეთ სამზოლიან გზაზე, ამიტომ პირდაპირ ვაგრძელებთ შუა ზოლიდან მოძრაობას. მარჯვნივ გადმოსვლა იმიტომ იყო უკეთესი ამ შემთხვევაში, რომ ჩათვალეთ შემდეგ მინიშნებისთვის მოძრაობას უკვე იმარტივებთ. ჩვენ რომ მარცხენა ზოლში ყოფილიყავით, ეს მარცხენა ზოლი გვაძლევდა ისევ მხოლოდ მარცხნივ გაგრძელების უფლებას და მე უნდა გვეფიქრე იმაზე, რომ გადავსულიყავით შუა ზოლში და სამზოლიან გზაზე ზოლის შეცვლა ყოველთვის უფრო რთულად გასაკეთებელია ვიდრე ორზოლიან გზაზე. ამიტომ თუ გექნებათ საშუალება, თავიდანვე ჯობია ჩადგეთ მარჯვენა ზოლში. არც საჭის გადაწევა გვჭირდება ამ შემთხვევაში არაფერი, მარჯვენა ზოლი პირდაპირ შეგვიყვანს შუაში. ისევ ზებრა გვაქვს წინ, ხედავთ რომ ქვეითები აპირებენ გადასვლას, ვიწყებთ ნელ-ნელა შენელებას. წინა მანქანაც ყოველთვის აკონტროლეთ, რას აკეთებს თქვენ წინ ყოფილი მანქანა. გავიხედებით, გამოვიხედებით, გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ეს ქვეითები არ აპირებენ გადმოსვლას და მივდივართ. გამოცდაზე ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ილაპარაკოთ, რომ თქვენთვისაც კაია, რომ ჯერ ერთი დაძაბულობას გიხსნით ეგ საუბარი, ანუ ყველა მოძრაობა, რასაც აკეთებთ, რასაც ფიქრობთ, რომ უნდა გააკეთოთ, ეცადეთ, რომ თქვენი ფიქრი იყოს ხმამაღალი. და იმ გვერდზე მდგომსაც მოვასმინეთ, რომ თქვენ მართლა იცით რაღაცები და შემთხვევით არ აკეთებთ რაღაცას. მწვანე გვაქვს, როცა ვხედავთ, რომ დიდი ხნის ანთებულია მწვანე, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ უცბად ციმციმი არ დაიწყოს. ამ მონაკვეთში მარცხენა მხარეს არის მომხუვის ისრები დამატებული, ნახე? წითელი ნიშნულები არის. ჩვენ აქ მარცხნივ ყოფილიყავით, აქედან უკვე საგამოცდო გზას ავწდებოდით. ამიტომ ყველა ვარიანტში მოძრაობ შუაში. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ. ესე იგი ვიწყეთ ფიქს იმაზე, რომ გადავიდეთ მარცხენა ზოლში, ვრთავთ ციმციმას, ვიხედებით ხარზეც, სარკეშიც და გადმოვდივართ მარცხენა ზოლში. მთავარია უწყვეტ ხაზზე არ შევიცვალოთ ზოლი და ზებრაზე არ შევიცვალოთ ზოლი. დანარჩენ ადგილებში ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია ზოლის შეცვლა. მეორე და მეოთხე მარშრუტი აი ამ წრიულამდე არის ზუსტად ერთი და იგივე. ეს არის რუსთაველის ძეგლი. მეორე მარშრუტი აქ გვაძლევდა მინიშნებას, რომ წრიული მოძრაობა გააკეთეთ პირდაპირ და მივდიოდით პირდაპირ შუა ზოლიდან ვაგრძელებდით ჩვეულებრივად მოძრაობას. მეოთხე მარშრუტი ისევ გვატრიალებს ამ წრიულზე. გავიხედებით, გამოვიხედებით, არ მოდის არავინ და მივდივართ. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ და ისევ მარცხნივ. ვრთავთ ციმციმას, მთავარ გზაზე ჩვენ ვართ, ანუ მარცხენა წამოსვლელებს ჩვენ არ უთმობთ. მარცხნივ და მარცხნივ, ესე იგი უნდა შევიდეთ უკიდურეს მარცხენა ზოლში. ვაკეთებთ მოხუას, შევდივართ ბარდიულს და უწყვეტ ხაზს შორის. მოხუას გავაკეთებთ თუ არა, ეგრევე გვაქვს დათმობა. ნელ-ნელა ვანელებთ, ვიხედებით მარჯვნივ, ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ, ამიტომ ვაგრძელებთ მოძრაობას. მარცხენა ზოლიდან გავაკეთეთ მოხუა, ვაგრძელებთ ისევ მარცხენა ზოლში. რომელი ზოლიდანაც აკეთებთ მოძრაობას, ყოველთვის აგრძელებთ იგივე ზოლში, ანუ მარცხენა შუაში გადასვლის უფლება თქვენ წრიულ მოძრაობის დროს არ გაქვთ. ისევ გვაქვს ზებრა და აი ამ ზებრას როგორც კი გადავწდებით, უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენ ფიქრი იმაზე, რომ გადავიდეთ შუა ზოლში. არ მოდის არავინ, მივდივართ, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვრთავთ ციმციმას, ავაჩქარებთ შედარებით მანქანას და გადავდივართ შუაში. ხარს გახედოთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, რომ სარკეს აქვს ხშირად ისეთი სიტუაცია, რომ გვერდით ისეთი ახლოს შეიძლება ყავდეთ მანქანა, რომ სარკეში არ გამოჩნდეს. ამიტომ სარკეში გახედვასთან ერთად წამიერად აკეთებთ ხარზე გახედვასაც. ანუ ხარზე გახედვის დროს იხედებით უბრალოდ გვერდით პანჯარაში. რომ ეკუტარი ზონის სიტუაცია არ შეგვექმნას ჩვენ გამოცდაზე. მოძრაობთ ისევ და ისევ შუა ზოლში. თუ გადატვირთული მოძრაობა იქნება და შუაში გადმოსვლას ვერ ცდილობთ, ვერ აკეთებთ, აქ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ აი აუცილებლად საჩქაროდ გადავიდე შუაში და რაღაც წინ მანქანას არასდროს არ ჩაუწევთ. როგორც კი დარწმუნდებით, რომ გაგითავისუფლდება შუა ზოლი, შემდეგ იწყებთ უკვე შუა ზოლზე გადასვლაზე ფიქრს.
თუ ვერ გადადიხართ, მაგასაც ახმოვანებთ, რომ გადატვირთული მოძრაობა, ამიტომ იწევს ჯერჯერობით ვიმოძრაო მარცხენა ან მარჯვენა ზოლში. ანუ ეგ ყოველთვის გაახმოვანეთ თქვენ, რომ იმ გამოცდილებსაც მოასმინეთ, რომ თქვენ მართლა სწორად ფიქრობთ. წითელი ბოქს, ამიტომ ვაჩერებთ ისე ველოდებით. სტეიქ ხაზი როგორც კი დაიფარება მანქანის ხვით, მაშინ მოვაჩერებთ ჩვენ მანქანას. აინთო მწვანე წავედით. 500 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ. ჯერჯერობით არაფერი აგირებას არ ვაკეთებ ჩვენ. შემდეგი მინიშნება უკვე არის, რომ 300 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ, ესე იგი უნდა დავიწყოთ ჩვენ ფიქრი იმაზე, რომ გადავიდეთ მარჯვენა ზოლში, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზეც, ვთავთ ციმციმას და გადავდივართ მარჯვენა ზოლში. როგორც კი 4-ვე საბურავით ჩავდგებით ზოლში, მაშინვე ვთვიშავთ უკვე ციმციმასაც. ნელა ისე ვანილებთ მანქანას, იმიტომ რომ წინ ზებრა გვაქვს, გზაზე შეიძლება შორიდან ზებრები არ ჩანდეს კარგად, მაგრამ მარჯვენა მხარეს ნიშნები გვიდგას ყველგან. ვაჩერებთ ველოდებით, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს კონსტრუქციასთან ახლოს არის უკვე ქვეითი. ანუ ამ დროს ჩვენ იძულებულები ვართ, რომ გავაჩეროთ მანქანა დაველოდოთ. სხვა მანქანები გაუჩერებენ თუ არ გაუჩერებენ, ეგ ჩვენი ბრალეულობა არ არის. ანუ ჩვენი საქმე ყველა ვარიანტში უნდა გავაკეთოთ. ვაჩერებთ ველოდებით, ფიქსირდებით, თუ გადმოვა ქვეითი გადმოვა. თუ არ გადმოვა, მერე უკვე ვიტყვით, რომ არ გადმოდის, ვაგრძელებთ მოძრაობას. დიდი ხანია დგას ქვეითი, ამიტომ შემდეგ უკვე მივდივართ. ანუ თავარია რომ თქვენი მოძრაობა გააკეთოთ მაგ შემთხვევაში სწორად. მალე მოვუხვე მარჯვნივ. ამონაკვეთში დახაზული არის გაჩერება, რუსთავში ბასლაინები და რაღაც მასეთი არ არის, ანუ ამაზე გადაკვეთის უფლება ჩვეულებრივად გაქვთ თქვენ. გაჩერებაც რომ მოგიწევთ მაგ ადგილას აჩერებთ ელოდებით. და მოხოვას ვაკეთებთ თუ არა, ეგრევე გვაქვს ზებრა, და ამ ზებრაზე უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებთ, რომ ვიღაც არ გადმოდიოდეს. ანუ როცა მოხოვას ვაკეთებთ ჩვენ გზაჯვარედინზე, მაგ ქვეითს ყოფს ყველა ვარიანტში ვაჩერებთ ველოდებით. ამ გზაზე შემოდის მე-4, მე-5, მე-6, მე-8 მარშრუტი. ეს მონაკვეთი არის ხა ფალიაშვილის ქუჩა, იქიდან წამოსვლელი გზა დროებით დაკეტილი არის. ამიტომ მხოლოდ აქედან მიდიან მანქანები. თუ იქიდან მომავალი მანქანა შეკვდება, შედარებით მარჯვნივ გადაიწევით, თან ისე რომ გვერდით გაჩერებულ მყოფ მანქანებს კარის გამოსაღები დისტანცია კონდეს დარჩენილი. აი როგორც ამ შემთხვევაში შეკვდა. როდესაც ეს გზა გაკეთება, შემდეგ უკვე ჩვეულებრივად მხოლოდ აქედან წამსვლელი მანქანები იმოძრავებენ ამ ზოლში. ანუ იქიდან ჩამოსვლელი მანქანა თქვენ ზოლში აღარ შეკვდებათ, ამიტომ მაგაზე დიდად არ ითხოვდოთ. ველოდებით ეხლა რო აიარონ, ამავე დგას გვერდი რო ავარავთ, თავთ სიმციმას სარკეშიც გავიხედებით და აუვლით გვერდს. 500 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ. ეს გზა ჩათვალეთ, რომ არის ერთზოლიანი, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მარჯვენა მხარეს დაბრკოლებები სულ იქნება, ამიტომ ჯერჯერობით არაფერი აგირებას არ ვაკეთებ ჩვენ. 300 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ. მარჯვენა მოხვა შეგვიძლია ორივე ზოლიდანაც. თუ ხედავთ, რომ მარჯვენა ზოლი გვაქვს თავისუფალი, უკეთესია გადავიდეთ მარჯვნივ, თუ ხედავთ, რომ მარჯვნივ გადატვირთულია, მაგ შემთხვევაში ვრჩებით მარცხენა მხარეს. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ მარჯვენა ზოლიდან. ვიხედებით სარკეში, ვრთავთ სიმციმასაც და გადავდივართ მარჯვნივ. შემდეგ მინიშნება უკვე არის, რომ მალე მოვუხვე მარჯვნივ. ამ მონაკვეთში გვაქვს ჩვენ დათმობა. ნელ-ნელა ვანილებთ მანქანას, მივდივართ აი ამ დაბლა სამკუთხედებამდე. ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ. ჩვენ ზოლში არ მოდის არავინ და ვაგრძელებთ მოძრაობას. მარჯვენა ზოლიდან რახან გავაკეთეთ გადმოსვლა, ვაგრძელებთ ისე მარჯვენა ზოლში. თუ მარცხენა ზოლიდან გავაკეთებდით მოძრაობას, მოხოვას გავაკეთებდით ცოტა შორიდან და პირდაპირ მარცხნივ გავაგრძელებდით ისე ჩვენს გზას. 500 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ. ამ მონაკვეთში უკვე მოდის მე-4-დან მე-8-მდე ყველა მარშრუტი. მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 ყველა მარშრუტი ამოდის ამ გზაზე. ეს არის უკვე თბილისის ქუჩის დასახვევი. უნდა შევუერთდეთ შემდეგ უკვე აქედან 70-იან გზას. 300 მეტრში მოვუხვე მარჯვნივ. მარჯვნივ მოხოვა აქაც შეგვიძლია ისე ორივე ზოლიდან. რომელი ზოლიც გეკომფორტულებათ, იქიდან აკეთებთ მოძრაობას თქვენ. უბრალოდ მარჯვენა ზოლი შედარებით უფრო მარტივად გასაკეთებელი არის, იმიტომ რომ ვიხედებით მხოლოდ მარცხენა და გავაგრძელებთ მერე მოძრაობას. ჩვენ რომ მარცხენა ზოლიდან გადავიდეთ, უნდა გავიხედოთ მარცხენას და კიდევ მარჯვნივაც უნდა გამოვიხედოთ, რომ ამ ზოლიდან ვიღაცა არ ჩაგვიჭრა შემთხვევით წინ. მალე გააგრძელე მოძრაობა მარჯვნივ გვეძახი საკომპიუტერი, მაგრამ ვრთავთ მარცხენა ციმციმას. ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარცხნივ, გავსწორდებით, სამკუთხედი გვაქვს, ანუ დათმობის ნიშანი გვაქვს ისევ. ვიხედებით, არ მოდის არავინ და ვაგრძელებთ მოძრაობას. თუ ვინმე მოდის ამ სამკუთხედებთან ვაჩერებთ ველოდებით. როგორც კი 4-ვე საბურავით შევიყვანთ მანქანას სწორად, გავთიშავთ ციმციმას და ვიწყებთ უკვე სიჩქარის მომატებას. მარცხენა ჩავრთეთ აქ ისევ, იმიტომ რომ შევუერთდით თავარ გზას, ანუ რომელი მხრიდანაც მოდიან მანქანები, იმ მხარეს ირთვება ციმციმა, ეგ არის მთავარი გზის პრინციპი. საგამოსდო მონაკვეთებზე გვაქვს სულ 3 ადგილი, სადაც კომპიუტერი გვაძლევს მინიშნებას, რომ გააგრძელე მოძრაობა მარჯვნივ, მაგრამ ვრთავთ მარცხენა ციმციმას. ამ მარშრუტში შეგვხვდება ეგ 3-ვე ადგილი. პირველი იყო წრიულ მოძრაობაზე, როდესაც ვიყავით თქვენით რუსთაველის ძეგლთან, რომ წრიულ მოძრაობა მარჯვნივ დაგვიძახა და
ჩავთეთ ჯერ მარჯვენა და შემდეგ მთავარ გზას რახან უერთდებოდით გადავიტანეთ მარცხენაზე. მეორე მონაკვეთი არის უკვე ეს თბილისის ქუჩის ამოსახვევი და მესამე მონაკვეთი უკვე არის სტოპი ავტობანის შემდეგ, რომელიც სტოპთანაც ყველა მარშრუტი მიდის. იმ ადგილსაც მიხვდებით თქვენ თვითონ. ეს გზა თავიდან ბოლომდე არის 70. თავარ გზაზე ჩვენ ვართ, ანუ მარცხენა გადმოსვლელი როცა იქნება მანქანა, მარჯვენა ქვედა გზიდან ამოსვლელი როცა იქნება, ჩვენი ნებით ავრუთმოთ არავის. უბრალოდ ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ჩვენ, რომ თქვა და ვიღაცამ ჩაგუჭას, უბრალოდ რეაგირება მოვასწროთ, მოახერხოთ. დაახლოებით 60 და 65-მდე იმოძრავით ამ გზაზე. ამ მონაკვეთში რო შეიქნებით, კომპიუტერი უბრალოდ ერთხელ მოგცემთ მინიშნებას, რომ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავებ პირდაპირ და სულ მეტი მინიშნება თქვენ აღარ გაძლევთ არავინ, ამიტომ აგრძელებთ ჩვეულებრივად პირდაპირ მოძრაობას. ერთძოლიანი გზა არის, გასწრების უფლება არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს, ანუ ყოველთვის მივდივართ, მივუყვებით ჩვენს წინ მიმავალ მანქანას ჩვენ უკან. წინიდან უკვე გვაქვს 50-იანი შეზღუდვა, ჩვენ ნიშანი გვიდგას მარჯვენა მხარეს და გვეუბნება, რომ 200 მეტრი უნდა ვიმოძრავოთ დაახლოებით 50 სიჩქარით. ჩამოვიყვანთ სიჩქარეს 50-მდე და შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მოძრაობას. აი ეს ტრაფარეტები რო არის. ზევით დიდი ტრაფარეტები, მაგ ტრაფარეტებს როგორც კი გავწდებით, შემდეგ უკვე ვიწყებთ ფიქს იმაზე, რომ დავიწყოთ სიჩქარის აჩქარება, იმიტომ რომ გავდივართ 90-იან ზონაში. ანუ ეს არის უკვე ავტობანის მონაკვეთი. ავტობანზე შემოვიდით და ნელ-ნელა უკვე ვაჩქარებთ მანქანას. ავტობანზე მარცხენა ზოლს ვიყენებთ მხოლოდ გასწრების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში მარცხენ გადასვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. აი ამ ხიდამდე უკვე ეცადეთ, რომ დაახლოებით 70-მდე გქონდეთ მაინც სიჩქარე აყვანილი, რომ ძალიან ნელა სიჩქარის აჩქარება არ მოგიწიოს. ვიწყებთ მომატებას ჩვეულებრივად. 5 მარშრუტი გამოდის ესე. პირველი, მეორე, მესამე მარშრუტი უკვე გამოდის იქით მარჯვენა მხრიდან. პირველ 3 მარშრუტში ეგ მონაკვეთები არის ახსნილი. ახლა შემოვედით პირდაპირ ბანზე ჩვენ, ანუ აქედან ზედმეტად ამჩქარებელი ზოლის გაკეთება და რაღაც ჩვენ არ გვიწევს არაფერი, ანუ ჩავდგებით ზოლში და ვაგრძელებთ თავიდან ბოლომდე ამ ზოლით მოძრაობას. დაახლოებით 75-დან 85-მდე ეცადეთ ყოველთვის იმოძრაოთ. ახლა ვატყობ, რომ ეს მანქანა შედარებით ჩვენ გვაფერხებს, ანუ გვიშლის მოძრაობას, იმიტომ რომ ძალიან დაბალი სიჩქარით მიდის. ვიხედებით სარკეში, ვიხედებით ხარზე, ვაპირებდით გადასწრებას, მაგრამ ესეც უკვე გადავიდა მარჯვენა, ამიტომ გადასწრებაზე უკვე აღარ ვფიქრობ ზედმეტად. ანუ თუ ძალიან გაფერხებთ თქვენ წინ მიმავალი მანქანა, მაგ შემთხვევაში აულით გვერდს გაასწრებთ. თუ ვატყობ, რომ მოძრაობს დაახლოებით 70-მდე, მაინც ყოველთვის უკეთესია მაინც დაუდგეთ მაგ მანქანას უკან და იგივე სიჩქარით გააგრძელოთ თქვენს მოძრაობა. ოღონდ ვასწრებთ იმ შემთხვევაში, თუ მარცხენა მხარე გვექნება სრულად თავისუფალი, რომ აქედან მომავალი მანქანა ჩვენ ვერ უნდა დაგვეწიოს ზოლის შეცვლის დროს. წიმციმა აქ მანქანას ჩართული, ამიტომ სიფრთხილეს გამოვიჩეთ, რომ წინ არ გადმოგვიჭრას. როცა ხედავთ, რომ მანქანას თქვენ ზოლში აქვს საბურავები, მაგ მანქანაზე გასწრების უფლება არ გაქვთ. ყოველთვის დაელოდებით, რომ ეს მანქანა ან მარჯვნივ გადავიდეს სრულად, ან თქვენ მხარის მარცხნივ შემოვიდეს და მერე უკვე გააგრძელებთ თქვენ გზას. 500 მეტრში მოუხვევი მარჯვნივ, ჯერჯერობით არაფერი აკირებას არ ვაკეთებ ჩვენ. სამას მეტრში მოუხვევი მარჯვნივ, უკვე უნდა დავიმახსოვროთ ეს ხიდი, ანუ ამ ხიდთან ყველა გზა გადადის მარჯვნივ. მალე მოხვას შეიძლება გვითხრას კომპიუტერმა, შეიძლება არ გვითხრას. ამიტომ ეგ უკვე თქვენით უნდა გასაზრდოთ ყველაფერი. ხიდის დაბლა ეცადეთ, რომ დაახლოებით 70-მდე გქონდეთ სიჩქარე. აი ამ ლურჯ ნიშანთან როგორც კი მოხვათ, გას გაუშვეთ ფეხს, ვრთავთ მარჯვენა ციმციმას, ვაკეთებთ ხარზე გახედვას მარჯვნივ, ვიხედებით სარკეში და გადმოდივართ მარჯვენა ზოლში. ანუ აქ მარჯვნიდან გამოდიან მანქანები, აქედან გამოსვლეს თქვენზე დათმობათ, მაგრამ თქვენ ხარზე გახედო ყველა ვარიანტი მაინც უნდა გააკეთოთ. გავთიშავთ ციმციმას, შევანელებთ მანქანას და ვაგრძელებთ უკვე აქ ჩვეულებრივად მოძრაობას. ამ გზაზე გვაქვს 50 შეზღუდვა. დაახლოებით ეცადეთ 30-დან 35-მდე სიჩქარით იმოძრავით და იმოძრავით ყოველთვის უწყვეტ ხაზებს შორის, რომ შემთხვევით არ გადაგეგოთოთ ეგ ზოლები. პროვი მარშრუტი ამოდის ამ ადგილას. ეს არის ის ტოპი, სადაც წეღან საუბრობდით და ამ მონაკვეთშიც გვიწევს ისევ მარცხენა ციმციმის ჩართვა, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი გვაძლევს მინიშნებას, რომ მალე გააგრძელე მოძრაობა მარჯვნივ. ვრთავთ მარცხენა ციმციმას, მივდივართ სტოპ ნიშანთან, ნელ-ნელა ვიწყებთ შენელებას, მანქანას ვაჩერებთ, ვაფიქსირებთ, რასაც ქვია 3-4 წამი 0-ზე უნდა ჩამოვიდეს სიჩქარე. ვიხედებით ხარზე მარცხენა და რო დავწუნდებით, რომ მარცხენიდან არ მოდის არავინ, შემდეგ უკვე ვიწყებთ მოძრაობას. აღარ მოდის მარცხენიდან არავინ, დავიძარით, თიშავთ ციმციმას, როგორც კი გავაწოვეთ მანქანას და ვიწყებთ უკვე მომატებას, რომ იქ უკნიდან წამოსვლელი მანქანა ჩვენ აი ამ ხიდამდე ვერ უნდა დაგვეწიოს, ანუ ამ ხიდის მონაკვეთამდე
იმ მანქანას ჩვენ გამოშენელება არ უნდა მოუწიოს თუ არა ვიჭრებით. სტოპიდან გამოხვალ თუ არა 70 გაქვს შეზღუდვა. დაახლოებით 60-მდე აიყვან სიჩქარეს და შემდეგ უკვე აი ამ მონაკვეთში გასცაც გაუშვეთ ფეხს, ტორმუსსაც გაუშვეთ ფეხს და დაღმართია და ნელ-ნელა ჩაგორდება მანქანა თავისით. შევდივართ უკვე 50-იან ზონაში, ნელ-ნელა ისე ვანელებთ მანქანას. 50 ჩამოვაცრებთ თუ არა სიჩქარის, ეგრევე გაუშვებთ მუხლუს ფეხს და ისევ გაგორდება მანქანა თავისით. ამ მონაკვეთში კომპიუტერის შემდეგი მინიშნება არის, რომ გვეუბნება შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავე პირდაპირ. მაგრამ ისევ ამჩქარებელი გასაკეთებელი უნდა შევუერთდეთ ისევ ავტომატს ახლა ჩვენ. ლურჯ ნიშნულებთან როგორც კი მოვათ, ეგ 50-იანი შეზღუდვა უკვე გვიუქმდება ჩვენ. თავთ მარცხენა წიმციმას, როდესაც მანქანას გავასწორებთ, ანუ საჭესწორად რო გვექნება, ვაკეთებთ ხარზე გახედვას, მარცხნივ ვიხედებით. სარკეში ეს არის ამჩქარებელი ზოლი. ხედავთ მანქანა მოდის, ამიტომ თავიდანვე ძალიან არა ვაჩქარებთ. გაიარა მანქანა, ვიწყებთ მომატებას წამიერად, ისე გავიხედებით მარცხენა, უერთდებით უკვე ავტომატს. ამ ხაზის გამოყენების უფლება გვაქვს ბოლომდე. თუ ძალიან ბევრი მანქანა იქნება მარცხენა ზოლთან, ზოლს ვერ იცვლით. გაამახვილებთ ყურადღებას, რომ იძულებით მიწევს ამჩქარებელში გაჩერება, რადგან მარცხენა მხარე მაქვს გადატვირთული, ანუ გაჩერებაზე თქვენ შეზღუდვა არ გაქვთ არაფერი. თუ ძალიან გამოვალი სიტუაცია იქნება, მაგ შემთხვევაში გააჩერეთ და ელოდეთ, ანუ მომავალ მანქანას წინ არ ჩაუჭრეთ არასდროს. ავტობანზე ვართ ახლა უკვე აქაც ისევ გვაქვს 90 შეზღუდვა. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრავე პირდაპირ. ანუ ისევ და ისევ არ ვაკეთებ ჯერჯერობით არაფერს. პირველი და მეორე მარშრუტი გადადის აი აქ მარჯვენა მხარეს, დანარჩენი 6 მარშრუტი ყველა მოდის უკვე აქეთ პირდაპირ სააგენტოში აყვავხან მაგ მარშრუტებს. 500 მეტრში მოუხვია მარჯვენის გვეძახის კომპიუტერი, ჯერჯერობით არაფერი აკირება ჩვენ არ ვაკეთებთ. მიუყვებით ჩვეულებრივად გზას. აი ამ ხიდიდან შემდეგ უკვე გვაქვს 70 შეზღუდვა, ანუ ეცადეთ რომ ძალიან მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდეთ, რომ ტორმუზი ჩენილება არ მოგიწევთ, ანუ ავტობანზე ტორმუზი ჩენილების უფლება არ გვაქვს, თუ მანქანა არ გვიჭრის წინ. 300 მეტრში მოუხვია მარჯვნივ, ეს არის ამჩქარებელი ზოლი მარჯვენა მხარეს, ამიტომ ჯერჯერობით მარჯვნივ გადასვლის უფლება არ გვაქვს ჩვენ. მარჯვნივ გადასვლა შეგვიძლია, როდესაც ლურჯი ნიშნები მარჯვენა მხარეს მოგცემს მოხვევის უფლებას. მალე მოუხვია მარჯვნივ, ჩავთვალ წიმციმას და დაბლა ისრებიც არის დახაზული მარჯვენა მხარეს. ვაკეთებთ ხარზე გახედვას, ვიხედებით სარკეში და ამ ლურჯ ტრაფარეტებთან უკვე გადმოდივართ მარჯვენა ზოლში. აქ შეგვიძლია წიმციმა გავთიშოთ და შემდეგ მოხვევის დროს ისევ ახლიდან ჩავტოთ. შეგვიძლია ჩართული დავტოვოთ. შემოდივართ ისევ და ისევ დაახლოებით 30 სიჩქარით. შემოდივართ უწყვეტ ხაზებს შორის. შემოვედით პირდაპირ მარჯვენა მხარეს, თუ ხედავთ რომ მარჯვენა ზოლი გაქვთ გადატვირთული, მაგ შემთხვევაში შეხვალთ მარცხენა, პირდაპირ მარცხენა გააგრძელებთ მოძრაობას. თუ მარჯვენა თავისუფალია, უკეთესია თავიდან გააგრძელოთ ჯერჯერობით მარჯვენა მოძრაობა და შემდეგ უკვე მინიშნებას, როდესაც მოგცემ კომპიუტერი, შემდეგ გადახვიდეთ მარცხენა მხარეს. 500 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ, ჯერჯერობით არ ვაკეთებთ არაფერს. 300 მეტრში წრიული მოძრაობა მარცხნივ, ჩვენც უკვე მანქანას წიმციმა აქვს ჩართული, ჯერჯერობით ზოლს არ შევეცვით, რომ დიდი გაბარიტების მქონე მანქანა არის და გააკეთოს ჯერ ამან თავის მოძრაობა და მე ვიფიქროთ უკვე ჩვენ იმაზე, რომ შევიცვალოთ ზოლი. გავჩერდებით ამის უკან დისტანციით, დაველოდებით, რომ გადავა ჩვენი მანქანის სივრციდან ეს კუთვნილი მანქანა, მე უკვე გავაგრძელებთ მოძრაობას. ნელ-ნელა მიაგორეთ ამ დროს ხოვებს, რომ რა დროს მოუწევს გაჩერება დიდ მანქანას, არავინ არ იცის წინასწარ. ვრთავთ წიმციმას, ჯერ სარკეში გავიხედებით, ხარზეც გავიხედებით და გადავიწევით მარცხენა ზოლში. ანუ სანამ წიმციმას ჩავთავთ, იქამდე ვაკეთებ ჯერ სარკეში და ხარზე გახედვას და შემდეგ ვრთავთ უკვე წიმციმასაც. გადმოვედით მარცხნივ. ვაგრძელებთ უკვე მარცხენა ზოლიდან ჩვეულებრივად მოძრაობას. თუ თავიდანვე მარცხნივ იქნებოდით, მაგ შემთხვევაში გააგრძელებდით თავიდან ბოლომდე ამ ზოლში მოძრაობას და მარცხნივ გადმოწევა აღარ მოგიწევდა თქვენ. მალე წრიული მოძრაობა მარცხნივ. ვრთავთ წიმციმას. პირველზე გამოსვლას, ანუ აი აქედან გამოსვლი მანქანა ჩვენ არ უთმობთ, ეს მანქანა საიდანაც მოდის, ვაკეთებთ გახედვას, თუ მარცხენა მოდის, ვინმე ამ შემთხვევაში გავაჩერებთ და ველოდებით. არ მოდის, არავინ და მივდივართ. შემოვდივართ მარცხენა წიმციმით, შემოვდივართ ცოტა შორიდან, ანუ ბარდიულებთან ახლოს. ვრთავთ მარჯვენა წიმციმას, მარჯვენა წამოსვლასაც ჩვენზე დათმობა აქვს. გამოსვლაზე მივდივართ და იმ ადგილას ვასრულებთ მოძრაობას. ეს იყო მეოთხე მარშრუტი და მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, რომ ყველა მარშრუტის განხილვა დაიდება ეტაპობრივად.